დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის ძალიან ძირი დღეა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იმედით სავსე მიუხედავად ტრაგედიისა. ჩვენთვის პატივია ვიდგეთ დღეს აქ ამ ადგილზე და მადლობას ვეუბნებოდეთ იმ ბიჭებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში და მანამდე მთელი 62 წლის განმავლობაში სხვადასხვა ბრძოლებსა და ომებში წირავდნენ ყველაზე უფრო მთავარს, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს საკუთარ სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს აქ ჩვენს უკან ეხლა რომ თამაშობენ, ჰქონდეთ უკეთესი ქვეყანა, იცხოვრენ თავისუფალ საქართველოში. იმისათვის, რომ ამ ბავშვების მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვიყოთ იმ ოჯახების გვერდში, სადაც გაიზარდნენ ეს გმირები. მაგრამ მე დღეს მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ცოცხალი გადარჩნენ. იმიტომ რომ ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ ჩვენს გარდაცვლილ გმირებს, მაგრამ ყოველ დღე უნდა ვცხოვრობდეთ იმისთვის, რომ მადლობას ვეუბნებოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც არანაკლები იბრძოლეს, არანაკლებად იშრომეს, არანაკლები მსხვერპლი გაიღეს, ცოცხლად გადარჩნენ საბედნიეროდ იმ აგვისტოს დღეებში. როგორც ჯარისკაცები, ასევე სამოქალაქოები. მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ მათ ყოველ დღე და განსაკუთრებით სამოქალაქოებს, რომლებმაც ის ბიჭები გადაარჩინეს. დღევანდელი დღე ალბათ სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, სწორედ ამ მადლობის სათქმელად. თქვენ აქ ნახეთ ბლოგი, რომელიც დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ, ალბათ ყველას გახსოვთ გიგა, რომელიც ჩვენ მარათონზე ვიპოვეთ, ჩვენ დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მარათონი, როდესაც იყო პირველი ივნისი თბილისში, 5 ივნისს უკაცრავად თბილისში და გიგამ გადაწყვიტა ამ ბლოგის გაკეთება დღეიდან ყოველ დღე, აბსოლუტურად ყოველ დღე გთხოვთ ყველას, რომ შევძანდით თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და თქვენ ყოველ დღე კიდევ ერთ ახალ ისტორიას წაიკითხავთ. კიდევ ერთი გმირის ისტორიას წაიკითხავთ და ესე იქნება მანამ, სანამ არსებობს ეს ისტორიები. კიდევ ჩვენთან ერთად ამ შრომას გააგრძელებს და ჩვენ გვინდა ამ ფორმით მაინც შევეხმიანოთ ამ ადამიანების ისტორიებს, ამ ადამიანების გმირობას.